ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ და უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერით FM 94.7-ზე. ბოლო ხანებში გაირკვა, რომ კოალიციის ორი დამფუძნებელი პარტნიორი, თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი, სხვადასხვა მიზეზის გამო სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს და გვთავაზობს დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში. აცხადებენ კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია. რა შეთანხმებები არსებობდა კოალიციის ფარგლებში და იღებენ თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას 6 პარტიული კოალიციის დაშლის გამო. პირდაპირ საუბარი კახა შარტავასთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ სიტუაციაზე ახალი მოთამაშის გამოჩენა ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური პარტიის სახით. ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას გიორგი ვორსკისგან შევეცდებით. უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერით. კახა შარტავაა ჩვენი სტუმარი. ბატონო კახა, მოგესალმებით. საღამომშვიდობის. პირველ რიგში იღებ თუ არა პასუხისგებლობას 6 პარტიისგან დაშლილი შექმნილი კოალიციის დაშლის გამო? ვიღებ. რატომ? რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ მონაწილე ვიყავი შექმნისაც, ჩამოყალიბების პროცესისაც. არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ინიციატორიც იყავით ხომ ასე? დიდი მადლობა, თქვენ ხანდახან გახსენდებათ ხოლმე და ასე ვთქვათ, მაშინ როგორც შემქმნელი, ინიციატორი, პროცესის მონაწილე, მოწადინე იმისა, რომ პერსპექტიული ყოფილიყო ეს პროექტი, ბუნებრივია მის ასეთ მოვლენათა ასეთ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა სანამ ამ თემას გავაგრძელებდეთ, მე უბრალოდ თქვენს ეთერში შემოსვლამდე გავიგე, რომ ბატონი თემურ რამიშვილი გარდაცვლილა და მინდა ოთარ რამიშვილი უკაცრავად და მინდა მე უსამძირო ყველას ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ვისთვისაც ოთარ რამიშვილი ის იყო, ვინც იყო. ბატონო კახა, მოდით მიზეზებზე ვისაუბროთ. რატომ დაიშალა 6-იანი და რატომ გაკისრებენ პასუხისმგებლობას მაინც და მაინც თქვენ ორ პარტიას, ეროვნულ ფორუმს და თავისუფალ დემოკრატებს, თქვენი პარტნიორები, რადგან ეს ცალსახად არის მათ დღევანდელ თუ ამ თემას იქეთ-აქეთ ვაბურთავებთ, მაშინ გამოგვივა ასეთ ტიპის კამათი და ლაბარაკი, ხოლო ორმა შეიძლება დაადანაშაულოს 4, 4-2 და ასე შემდეგ. რატომ არ მიიჩნევთ თავს არანაირად მონაწილედ ამ დაშლის? თქვენ წეგან თქვით, რომ პასუხისმგებლობას იღებთ. მაგრამ მაგ ბრალეულობაზე თუ ვილაპარაკებთ, მე შემიძლია კი ბატონო თქვა რაღაც განსხვავებული ხომ და ვთქვა და ვიტყვი დიახ, მე დავშალე. მე შევქმენი და მე დავშალე როგორც წარუმატებელი პროექტი და ასე შემდეგ, მაგრამ გაცილებით ალბათ უფრო სერიოზულია პრობლემა, თუმცა რაც შეეხება დაშლას თავისთავად, მე არ ვფიქრობ, რომ ერთ სუბიექტს, ან ერთ ადამიანს, ან ორ სუბიექტს შეუძლია დაშლილად გამოაცხადოს კოალიცია. ან მაგრამ ხომ შეიძლება რომ ერთი სუბიექტის ქმედებმა პროვოცირება გააკეთოს ბატონო კახა შეუძლია და დღეს 6 ოქტომბერს რადგანაც ასე დაემთხვა რომ 6-იანი თუ 6-ეულის დაშლა ოფიციალურად გამოცხადდა 6 ოქტომბერს, ამიტომ 6-იანებთან ეთყობა მართლა ფრთხილად უნდა ვიყოთ საერთოდ. რაც შეეხება თავად საქმის ვითარებას, სადამფუძნებლო შეთანხმებების ცალკეული პუნქტების კი არა, სრულყოფილად შესრულების მომხრე და მხარდაჭერი ვიყავით და ვართ. და თუ კოალიციური შეთანხმება შეწყვეტილია, მე მაინც ვისურვებდი, ყოველ შემთხვევაში ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ გაცხადება ამის შესახებ 6 სუბიექტს ერთად გაგვეკეთებინა და იქ პრესკონფერენციაზე ყველა შეკითხვაზე ერთად გაგვეცა პასუხი და საყვედურების თუ პრეტენზიებიც ერთმანეთთვის გამოგვეთქვა, მაგრამ ამ ბოლო ხანის განმავლობაში, ამ დღევანდელი თუ წინა დღეების განმავლობაში, რასაც ერთმანეთს უთვლით ჩვენს უყველანი ბრიფინგებით თუ ინტერვიუებით, ეს ყველაფერი გარნახობს ალბათ, გარნახობს ყველას იმას, რომ დაშლა თუ რაც არის მოხდა, იმიტომ რომ ალბათ
არც უნდა ყოფილიყავით ერთად, ძალიან ბევრი განსხვავება დაგროვილა. რასაც ვერ მოუღო. გვიან ხომ არ არის ამაზე ლაპარაკი, რომ არ უნდა ყოფილიყავით ერთად. ფიქრობ, რომ გვიან იქნებოდა მერე. შეიძლება ეს ყველაფერი გაცილებით უფრო უდრო დროს წამოსულიყო წინ. ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით. თქვენ ახლა ამბობთ, რომ ჯობდა რომ განცხადება ერთობლივად გაგეკეთებინათ დაშლის შესახებ. რამდენადაც ცნობილია, ირაკლი ალასანიამაც განაცხადა ამის შესახებ გუშინ წინ თქვენ გქონდათ შეკრება. სადაც რაღაცეებზე უნდა შეთანხმებულიყავით. არ შეთანხმდით ამ საკითხზე? გამოაცხადებდით თუ არა დაშლილად 6 არა, რა თქმა უნდა. რადგან ჯერ კიდევ გუშინ დღის პირველ ნახევარში თქვენ ერთ-ერთ რადიო ეთერში ჯერ კიდევ საუბრობდით 6-იანზე როგორც არსებულ ერთობაზე. კი, ბუნებრივია და არა და საღამოს ირაკლი ალასანიამ თქვა რომ 6-იანი დაშლილია. თქვენთანაც რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებების სამცდელობა დალაშია იმის რომ მოხდეს შეჯერება პოზიციების და გამოსავლები მოიძებნოს და აქვს შანსი 6-ეულს კვლავ შეასრულოს ის ფუნქცია, რისთვისაც ჩვენი წარმოდგენილი ჰქონდა იყოს ინიციატორი საყოველთაო სამოქალაქო თანხმობისა იმის თაობაზე რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი იქცეს იმ პროცესად, რომელსაც გადაყვება ერთპარტიული მმართველობა ნაციონალური მოძრაობისა. ანუ თავარი იყო საარჩევნო გარემოს შეცვლა 8 ივლისს თქვენ ხომ სულ სხვა რამეები დაანონსეთ. რა თქვით ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. მაგრამ ეს აღარ იყო მხოლოდ საარჩევნო გარემო, ეს იყო საარსებო გარემო, რაც ძალიან ბევრ რამეს მოიცავდა ხომ ასე. საარსებო გარემო, როგორც გამომხატველი იმ პრობლემებისა, რაც დაუგროვდა ქვეყანას და მოსახლეობას, დაუგროვდა ერთპარტიული მმართველობის გამო და მიტაცებული ძალაუფლების გამო და ამ პრობლემების, რომელთა გამწვავებისა და წინაპლანზე გამოტანის შესაძლებლობა ექნებოდა ოპოზიციას, დაასკვნითი ინსტრუმენტი ამ ყველაფრის მოგვარებისა მაინც არის რა? დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. ამ საკითხების ურთიერთდაკავშირება და საყოველთაო ამოცანის გამაერთიანებელ საფუძვლად შექმნა ყველა იმ ჯგუფისთვის, ვინც იბრძვის სხვადასხვა საკითხისთვის, მაგრამ ინსტრუმენტი მოგვარების მაინც სამართლიანი არჩევნებია. ეს იყო ამოცანა 6-ეულის და კოალიციური შეთანხმება, როგორც მაგალითი ამის, შემთავაზებელი ამის, ინიციატორი ამის, იყო ჩაფიქრებული და უნდა ემუშავა ასე მთელი თავის შემადგენელი ნაწილები. რაზე ვერ მოხდა შეთანხმება, ბატონო კახა? 6-მა პარტიამ განვაცხადეთ სრული მზაობა მჭიდრო ინტეგრაციისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთ ოფისში, ერთი ბრენდით, ერთი ლიდერით გაერთიანებული ადამიანური, ინტელექტუალური, ფინანსური რესურსით ვიმოქმედებდით. აცხადებენ თქვენი ყოფილი პარტნიორები. კერძოდ ამ შემთხვევაში რესპუბლიკელები. არსებობდა თუ არა ასეთი შეთანხმება? მე ასეთ შეთანხმებაში, საბოლოო შეთანხმებაში, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება, მონაწილეობა არ მიმიღია, ანუ ასეთ შეთანხმება არ მახსოვს. აქეთკენ რომ შეიძლება წავიდეს პროცესი, სწორად დაგეგმილი პროცესი წარმატებაზე გათვლილი, რომელიც მეტ და მეტ კოორდინაციას მოითხოვს, სტრუქტურირებას მოითხოვს, კი ბატონო. ანუ არ არსებობდა ასეთი შეთანხმება, ეს კომპონენტები რაც მე ჩამოვთვალე. ვარიანტები შეთანხმებებისა ბუნებრივი არსებობდა, მაგრამ თანმიმდევრობა ქონდა ყველაფერს სწორად, შესაბამისი. მაგრამ ამ კომპონენტებზე ბატონო კახა ფორუმი სტრატეგიის შემუშავება, რას ვთავაზობთ საზოგადოებას ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. ერთი წუთით ეს საგარეო მომენტებია. მოდით კოალიციის შიდა მომენტებზე, შიდა ურთიერთობებზე ვისაუბროთ ჯერ და აუცილებლად ვილაპარაკებთ იმაზეც, რა უნდა მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის და რა ვერ მოახერხეთ ჯერჯერობით. აი რამდენიმე კომპონენტი, ერთი ოფისი, ერთი ბრენდი, ერთი ლიდერი, გაერთიანებული რესურსი, მათ შორის ფინანსური. თქვენთვის მისაღები იყო ასეთი ერთობა? იმ შემთხვევაში, თუ შევთანხმდებოდით იმაზე, რისთვის კეთდება ეს? რა სამოქმედო გეგმის რეალიზება სჭირდება ეს? ასეთ სამოქმედო გეგმაზე, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც უნდა გადაეჭრა ის ამოცანები, რაზეც ახლა უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ არ შევთანხმებულ ვართ, ვინაიდან თავი წავიდა ბოლოში და ბოლო წავიდა თავში. იმის მერე სამუშაო ხომ უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ ის ხომ იყო გეგმა. თქვენ თქვით რომ გეგმაზე ვერ შეთანხმდით. გეგმის აღსრულება სჭირდება კონკრეტული ტაქტიკა, სტრატეგია და სამუშაოს ჩატარება, აქტიურობა და მოქმედება. ანუ თეორიულად გეგმაზე შეთანხმდით და ვერ შეასრულეთ. საბოლოო, სავარაუდო, შესაძლებელი გაგრძელება ამ პროცესისა, რაც შეიძლება წარმატებულ პროცესს მოეტანა, ის გადმოვიდა თავში. საარჩევნო ბლოკით დაწყება სამუშაოს. ბატონო კახა, თქვენი პარტნიორები, კერძოდ ისევ ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებს, კერძოდ დავით უსუფაშვილს მოვიშველიებ, ამ სტუდიაში მან განაცხადა, რომ არ იყო საუბარი საარჩევნო ბლოკზე და ეს არ იწვევდა არანაირ კონფლიქტს. საუბარი იყო უბრალოდ იმ ერთობაზე, იმ კოალიციაზე, რომელიც იქნებოდა დაახლოებით იმავე რანგის, როგორც უნდა იყოს საარჩევნო ბლოკი და თქვენ ეს კოალიცია ხომ ჩამოაყალიბეთ ივლისში, ხომ დათანხმდით ამაზე? გუშინაც, გუშინ წინაც, მთელი ამ თვეების განმავლობაში და ახლაც
ამ კოალიციური შეთანხმების, რომელიც კონკრეტულ ამოცანას ემსახურება და ამაზე ვილაპარაკეთ უკვე, ამ კოალიციური შეთანხმების მომხრეც ვარ და შესრულების მომხრეც ვარ, მაგრამ არა საარჩევნო ბლოკზე ლაპარაკი. ვინ ლაპარაკობდა, რომ მაინც და მაინც საარჩევნო ბლოკი უნდა შეგექმნათ? საარჩევნო სიტყვას რომელი ერთეული ახსენებდა ექვსიანის? რომ ეს ბლოკი უნდა ყოფილიყო საარჩევნო. ეს რა განცხადებაც მოვისმინეთ ჩვენ 4 სუბიექტის, იქ კაფიოთ არის, ხო, საარჩევნო ბლოკზეც ლაპარაკი, ოღონდ პირველ პლანზე და საწყის ეტაპად სამუშაოს დაწყებისას გადმოვიდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სწორედ საარჩევნო ბლოკზე შეთანხმება, დღეს უნდა ჩამოყალიბოთ საარჩევნო ბლოკი. კი არ უწყობს ხელს, არამედ ფრაგმენტირებას პოლიტიკური სპექტრისაც, სამოქალაქო სპექტრისაც, წინასწარი ხელოვნური კონკურენციის დაწყებას ჯერ არ არსებული არჩევნებისათვის. ვინ ამბობდა, რომ აი დღეს ჩვენ მაინც და მაინც საარჩევნო ბლოკად უნდა გავერთიანდეთ? ვინც ამბობდა თავად იტყვის ამას? მე ახლა კონფიდენციალური არავინ არ აღიარებს ამას ბატონო კახა. რომ მაინც და მაინც საარჩევნო ბლოკზე მათი პრობლემაა. მე ზვია ძიძიგური რესპუბლიკელები ყობადავითაშვილი საუბრობდნენ მაღალი დონის ერთობაზე. პრობლემა რამაც შექმნა გახდათ ეს საარჩევნო ბლოკი ჯერ და შემდეგ მუშაობის პრინციპებზე შეთანხმება, კონკრეტული სამოქმედო გეგმის დადგენა და ასე შემდეგ. ანუ მიზეზი დავკონკრეტდეთ კიდევ ერთხელ იყო ის, რომ გთავაზობდნენ საარჩევნო ბლოკის შექმნას. და ამის გამო ეს არ არის მიზეზი. მიზეზი არის განსხვავებული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. საარჩევნო ბლოკის შექმნის საკითხისადმი, ხომ ასეა? როდის იქცა ეს მიზეზად ბატონო კახა? მანამ ვიდრე თქვენ იგივე მარშს დაანონსებდით თუ შემდეგ? როდის შეიქმნა პრობლემა? საარჩევნო ბლოკის შექმნა არ შექმნის გამო? გაცილებით ადრე დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ვინაიდან სამის პოლიტიკური კოალიციის სამუშაო სქემა, რომელიც ემსახურებოდა იმას და გათვლილი იყო იმაზე, რომ უზრუნველყო საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლის პროცესის მასობრიობაც, პოლიტიკური სპექტრის ჩართვაც, სამოქალაქო სექტორის გაერთიანებაც, რომელმაც ხარი დაუჭირა ამას, მათ შორის იმ პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილის მხარდაჭერა, რომელმაც თანდათან თავის დროზე სკეპტიკურად შეხედა ამას, მაგრამ აღმოაჩინა, რომ შეიძლება ეს პროცესი წავიდეს წარმატებისაკენ. ამ ყველაფრის აწყობის სამოქმედო გეგმის იმ ადამიანების ჩართვის, რომლებმაც ხელი მოგვიწერეს თავის დროზე 130,000 თუ 150,000 იყო და ამ ყველაფრის უზრუნველყოფის, გაკეთების, კონკრეტული აქციების დაგეგმვის, მათ შორის ვენეციის კომისიის ჩამოსვლისთვის დელეგაციის და ამ შემდეგ აუცილებელ საშუალებად წინაპირობად ბოლო პერიოდის განმავლობაში გადაიქცა სწორედ საარჩევნო ბლოკის საკითხის განხილვა. თქვენი აზრით რა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული კოალიციისთვის? რამდენიმე მიზანი გქონდათ? თუ კოალიცია ხარ, რომელიც იჩემებს, რომ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს და ვთქვათ, წარმოვიდგინეთ, რომ ვართ, პირველ რიგში უნდა წარმოვიდგინოთ, რას გავაკეთებდით როგორც ალტერნატივა. როგორ მოვიქცეოდით, რა სამოქმედო გეგმას შევთავაზებდით საზოგადოებას იმისათვის, რომ რეალური ალტერნატივა გავხდეთ. და რა უნდა შეგეთავაზებინათ ფორუმის ხედვით? კონფიგურირება ამის ხდება მას შემდეგ, როცა პროცესი გაჩვენებს, რომ ეს პოლიტიკური წარმატებისთვის შექმნილი პროცესია, რომელსაც უკვე პოლიტიკური უზრუნველყოფა ჭირდება და ამას ჭირდება ბლოკები, გაერთიანებები. კი ბატონო, რა უნდა ყოფილიყო ნომერი პირველი, რაზეც იმუშავებდა კოალიცია, ეს მაინტერესებს, რადგან რამდენიმე მიზანი იყო. დიდი ბოთი უბრალოდ გავახსენებ მაყურებელს, მეტი არაფერი. თქვენ საუბრობდით რამდენიმე კომპონენტზე. მათ შორის მაგალითად იყო პლებისციტის ჩატარება, გამოკითხვის ჩატარება, ხომ ასეა? მათ შორის იყო იგივე აქციების დაგეგმვა იმ პერიოდისთვის, როცა საარჩევნო კოდექსის განხილვა უნდა დაწყებულიყო. ამასთანავე საუბარი იყო გარკვეულ აქციებზე, ცალკეულ აქციებზე, ასევე კამპანია გახსოვთ იგეგმებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ქმედებები უნდა შეგეხსენებინათ. კარგით, ნომერი პირველი ამოცანა, რომელიც უნდა შეესრულებინა კოალიციას, თქვენი აზრით, თუმცა ბატონო კახა, მოდით პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერით. კახა შარტავაა ჩვენი სტუმარი, ბატონო კახა, გავიმეორებ შეკითხვას. თქვენი აზრით, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა შეგეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, რაც უნდა გადაგედგათ, რა უნდა ყოფილიყო კოალიციის მხრიდან, რაც თქვენ შესთავაზეთ თქვენ პარტნიორებს და მათ არაგიბეს მხარი? იმ 150 ადამიანის გახსენება და მობილიზება, რომლებმაც ხელი მოგვიწერეს თავის დროზე ჩვენ წინააღმდეგებზე
სრული ტოტალური სამოქალაქო საზოგადოებრივი ზეწოლის უზრუნველყოფა ხელისუფლებაზე, რომელიც წამოვიდეს რეალურ დათმობებზე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და ამისათვის კვლავ სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ჩვენ მოძრაობაში ჩავთეთ მისი გააქტიურება როგორც სამოქალაქო მოძრაობისა თავისუფალი არჩევანისთვის და პლუს პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილისთვისაც შეთავაზება ამ პროცესში მონაწილეობისა, რომელიც თავის დროზე სკეპტიკურად უყურებდა ამ საარჩევნო გარემოს თემას, მაგრამ თანდათან, როგორც ვატყობთ, იქნება ის განწყობა, რომ ამ თემამ შეიძლება ყველა ერთად მიგვიყვანოს გამარჯვება. და ბატონო კახა, ამ შეთავაზებებზე თქვენი პარტნიორებისგან უარი მიიღეთ? შეთავაზებები ჩვენი მხრიდანაც და თავისუფალი დემოკრატების მხრიდან, იგივე აქციებისა და სხვა ღონისძიების მოწყობის თაობაზე რაც იყო, თავისთავად უარყოფილი არ გახდათ, უბრალოდ პასუხი იყო ასეთი, რომ ნებისმიერი აქცია ღონისძიება შეიძლება იქნას მოწყობილი, მაგრამ ამის მოწყობა სჭირდება საარჩევნო ბლოკის საკითხის შეთანხმება და ჩამოყალიბება და ამის შემდეგ შეიძლება დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიება. კიდევ ერთხელ გეკითხებით, საარჩევნო ბლოკის თემა, როგორც საარჩევნო ბლოკის და არა უბრალოდ ბლოკის, სადაც იქნებოდა მაღალი ინტეგრაცია, ვისგან მოდიოდა? საარჩევნო ბლოკის საკითხი ვისგანაც მოდიოდა, იმ სუბიექტებმა ძირითადად დღეს გაავრცელეს თავიანთი განცხადება. თუმცა მათ საარჩევნო ბლოკი როგორც ერთადერთი მიზანი ამ გაერთიანების და მაინც და მაინც დღეს ჩამოსაყალიბებელი არ უხსენებიათ. უნებრევია, ასეც იქნებოდა, მაგრამ ანუ ისინი ცრუობენ? ყველას თავის შეფასება აქვს და დანახვა რეალობის, მე ჩემსაც მოგახსენე. საიდან წამოვიდა ბატონო კახა გაფართოების თემა, რომელზეც თითქოს და თქვენი პარტნიორები უარს გეუბნებოდნენ, რადგან დავით უსუფაშვილის ციტატას მოვიყვან ისევ პირდაპირ საუბრის ეთერში თქმულს. მან თქვა, რომ ბოლო დროს აკაკი ასათიანი განსაკუთრებით გააქტიურდა და ამბობს, რომ თითქოს ისინი უფრო დიდ ერთობას გვთავაზობენ და ჩვენ უარს ვამბობთ. ეს არის მტკნარი სიცრუე, ამბობს დავით უსუფაშვილი. ასევე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ გაფართოების თემის შემოგდება ფორუმის მხრიდან უბრალოდ მიზეზი იყო იმისთვის, რომ შემდეგ ეს დაგესახელებინათ დაშლის მიზეზად. ანუ თქვენ სთავაზობთ თქვენ პარტნიორებს გაფართოებას, ისინი არ გთანხმდებიან და ამიტომ 6-იანი იშლება. ეს თემა არის შეუთანხმოების საგანი. ასეთი კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა ურთიერთბურთაობა პრობლემების და დაბრალების შეგვიძლია გავაგრძელოთ უსასრულოდ. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დამთავრდეს. მაგრამ საზოგადოება ხომ არის იმის ღირსი, რომ სიმართლე იცოდეს ბატონო კახა, რადგან ძალიან ხანგრძლივი დროის მანძილზე ისინი თქვენგან რეალობას თქვენ მათ უქმნიდით მოლოდინებს. განსხვავებულად როცა ხედავენ რეალობას სუბიექტები და ვერ თანხმდებიან თუნდაც კოორდინატთა საერთო სისტემაზე, ან შეფასების საერთო სისტემაზე, სიმართლეს ვერასდროს ვერ დაადგენ. ყველა მხარემ შეიძლება თავისი ილაპარაკოს დაუმთავრებლად. და ეს არ დამთავრდება. რაც შეეხება ფართო გაერთიანების საკითხს. ამით დაიწყო 2009 წელს ეს პროცესი. და ჩვენ ჩამოუვარეთ და შევაწუხეთ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ეს გამختارიყო საყოველთაო მოთხოვნა სამართლიანი არჩევნებისა და პირველი საკითხი გახდა დამორჩეულის სწორად დათვლა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს. და მოვაწერინეთ ხელი, ვისაც კი შეეძლო, მათ შორის იმ დროს იყო 10 სუბიექტი. ჩვენი მას შემდეგ რაც სკეპტიკური დამოკიდებულება წამოვიდა ამ პროცესისადმი და ვერ მოხდა ამ საყოველთაო თანხმობის მიღწევა, დღეისათვის მისულები ვართ იმ მდგომარეობამდე, როცა ამის აუცილებლობა შეიძლება ის სუბიექტები კვლავ ხდებოდნენ და ის 10 სუბიექტია თუ სხვა ვინც არის, სწორედ მოიაზრებოდა იმ შემადგენელ ნაწილად საყოველთაო პროცესისა, რომელსაც ემსახურებოდა ეს თემა საარჩევნო გარემოს შეცვლის. და ამიტომ ამაში ახალი არაფერი არ არის. ვინ შემოვრჩით ჩვენი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ეს 6-ეულის ექსკლუზივი ან წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი კი ვერ იქნებოდა, რომელიც ნიშნავს ამ თემაზე უარის თქმას, იმიტომ რომ სეგმენტირებას იწევს, არამედ ინიციატორი და კვლავ შემთავაზებელი და ამ პროცესის საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ჩამრთველი უნდა ყოფილიყავით, ან ყოველ შემთხვევაში ამ გულწრფელი შეთავაზებით კონკრეტული საქმიანობისა, თუნდაც იმ კონკრეტული აქციის და ღონისძიებისა მაშინ უნდა გამოაშკარავებულიყო, ვინ არის რეალურად მომხრე ამ პროცესს და ვინ არ არის. მაგრამ დღეს რამდენად რეალისტურად მიგაჩნია? არჩებოდა 6-ეული. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ, რომ დღეს ამ გარემოში საარჩევნო თემებზე საუბარი, მით უმეტეს საარჩევნო გარემოს და კოდექსის შეცვლაზე კიდევ შეიძლება ჯერთი რეალისტური ყოფილიყო მიზნის მიღწევის თვალსაზრისით და მეორედ საზოგადოება ატყობდათ, რადგან დავასრულებ უბრალოდ დიდი ბოდიში 8 ივლისს თქვენ სასახად თქვით კოალიციის ეგიდით, რომ მხოლოდ საარჩევნო თემატიკა საზოგადოების ასაყოლიებლად უკვე საკმარისი აღარ არის. უბრუნდები საარსებო გარემოზე ლაპარაკი რას ნიშნავს? გამოსწორებას მისას?
და გამოსწორება ამ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია? მაშასადამე საარსებო გარემოში არსებული პრობლემების წარმოჩენა და მათი გადაწყვეტის რეალურ მექანიზმად საარჩევნო გარემოს შეცვლის დასახელება და სამართლიანი არჩევნების დასახელება. ეს არის ურთიერთდაკავშირება ამ პრობლემებისა, მათ შორის როცა ადამიანი გამოდის, რომელსაც არც სამართლიანი საარჩევნო გარემო აინტერესებს, აღარც აფხაზეთი აინტერესებს, აღარც საქართველო აინტერესებს, მაგრამ რაღაც აწუხებს. მიზეზი, საბაბი სამართლიანობის და დემოკრატიის მოთხოვნის ეს პრობლემა შეიძლება იყოს. ფშია, მეშინია, გულს ვერ ვიხდი, გადასახადი გამიძვირდა, გული გამისაგადა და ასე შემდეგ. გამოდიხარ ამისთვის და მთელ ევროპას აჩვენებ, რომ შეერი ადამიანები პურის მოსაპარად კი არ გამოვიდნენ საქართველოში. არამედ დემოკრატიას და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. თუ არადა, მაშინ ეს მშიერი და გამწარებული ადამიანები თავის თავზე იღებენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას, ოღონდ პასუხისმგებლობა ამაზე თელს დასავლეს და ყველას ეკისრება. და თუ ეს შეუძლებელია, კიდევ ერთხელ ვამბობ და არავის არ აინტერესებს ეს თემა. ძალიან მარტივია ამის აღიარება, თქმა, რომ საარჩევნო გარემოზე ლაპარაკი მორჩა, აი საარჩევნო გარემო, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ანუ გაყალბების მექანიზმებს იმზადებს წინასწარ და რა დასკვნაზე შეიძლება შევთანხმდეთ საზოგადოებასთან. ერთი წელი ველოდოთ მაშინ ამ გაყალბებულ არჩევნებს ცალ-ცალკე ბლოკებად დაქსაქსულები. თუ საჭიროა კვლავ სერიოზული თანხმობა, რომელიც ამ გაყალბებულ არჩევნებს უკან შეუტრიალებს და ისე გააყალბებინებს, რომ ლეგიტიმაციას ვერ მიაღწევს ამ არჩევნებისა. ასე შემდეგ შეთანხმებები სხვათა შორის, პოლიტიკურ პარტნიორებს შორის. ასეთ პრინციპულ საკითხებზე და ამოცანებზე ხდება, რასაც აღსრულებისთვის მერე ჭირდება ოფისი, ორგანიზაციები, სტრუქტურები და ასე შემდეგ. და არაპირით. თქვენი აზრით, არჩევნებზე წარმატების მოპოვების ერთადერთი გზა არის ის, რომ დღეს საარჩევნო გარემო შეიცვალოს. თუ არ შეიცვლება საარჩევნო გარემო, ოპოზიციას შანსი არ აქვს. მაგას მოგახსენებდით ახლა ზუსტად. ანუ ასე ფიქრობ? მაგას მოგახსენებდით ზუსტად. თუ არ იცვლება საარჩევნო გარემო, თუ არ იცვლება საარჩევნო გარემო, საარჩევნო გარემო მარტო კოდექსისგან არ შედგება. თუ არ იცვლება საარჩევნო გარემო და ჩვენ ხვდებით, რომ ეს მოახლოებული არჩევნები, როცა არ უნდა იყოს ის სინამდვილეში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ნიშნავს და ვთანხმდებით ამაზე, მაშინ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სერიოზულ დაჯგუფებას შეუძლია მოახერხოს კონსოლიდაცია საზოგადოებისა ისე, რომ ჩვენ სამართლიანი არჩევნებისთვის კი არ ვიბრძოლებთ. გაყალბება უნდა? გაყალბებული არჩევნებისთვის ვიბრძოლებთ. აი ისე გავაყალბებინებთ, რომ ის გაყალბება ვერსად ვერ წაიღოს და ლეგიტიმაცია ვერ მოახერხოს. და მაგაზეც ვერ შეთანხმდით? 6 პარტია, ან 3 პარტია, ან 2 ბლოკი ვერ უზრუნველყოფს. ჭირდება საყოველთაო თანხმობა. ვერ შეთანხმდით მაგაზე, როდის უნდა დაგემთავრებინათ? ბრძოლა ყველას წავწავ. ვერ შეთანხმდით იმაზე, როდის უნდა დაგემთავრებინათ, დაგესრულებინათ საარჩევნო გარემოზე ბრძოლა და დაგეწყოთ უკვე ზრუნვა იმაზე, რომ გაგეკეთებინათ სერიოზული ერთობა. გამუდმებით ახლა ამ თემის მუსირებას აზრი არ აქვს, მე გეტყვით პირდაპირ. ნებისმიერ ორგანიზმს, დაჯგუფებას, ადამიანებისა თუ პოლიტიკური სუბიექტებისა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებისა აქვს ხოლმე კრიზისების პერიოდი. ბუნებაში არის ეს. კანონია, კანონზომიერება. საწყის ეტაპზე შუალედური კრიზისი, დასრულების კრიზისი. თუ რაიმე ორგანიზმი საწყის კრიზისს, შიდა განსხვავებული მოსაზრებების ან გარემოსთან შეხების კრიზისს ვერ ძლევს თავის თავში ამ საწყის ეტაპზე, მან მაშინ არ უნდა იარსებოს. რატომ, როგორ, რანაირად ეს უკვე ანალიტიკოსების, ფსიქოლოგების თუ ექსპერტების გასარჩევია. მაგრამ მაშინ ბატონო კახა, რატომ ქმნიდით საზოგადოებაში მოლოდინებს, რატომ აძლევდით მათ დაპირებას? როდესაც ორი პარტია გავიდა რვიანიდან დაშლილიყავით. მოგახსენებთ, ესეც გამოსავალი იქნებოდა, თუ აქამდე მიდიხარ, მაგრამ საყოველთაო ენთუზიაზმი და განცდა იმისა, რომ 6 იულის მიერ გადადგმულმა თუ არ გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია მხარდაჭერა, რამაც გააჩინა განცდა ერთობისა სამუშაო ენთუზიაზმი გააჩინა. ბუნებრივი ეს განწყობას გიქმნის, რომ მეტი და მეტი შესთავაზოს საზოგადოებას და მეტისთვის იბრძოლო, მაგრამ ამას მე რეალიზებისთვის კიდე ამ ენთუზიაზმ მომატებისთვის უამრავი რაღაცის გაკეთება ჭირდება. თუ ამას ვერ ახორციელებ, მაშინ ესე იგი ეს ორგანიზმი სიცოცხლის უნარიანი და ბრძოლის უნარიანი არ არის ჯამში, ვისი ბრალის თუ უბრალოობაც არ უნდა იყოს და ცალ-ცალკე. კახა, როდესაც 6 სერიოზული პოლიტიკური პარტია აცხადებს პრეტენზიას, რომ ისინი არიან სერიოზული პოლიტიკური პარტიები. რამდენად პასუხისმგებლიანია მათი ქმედება, როდესაც ჯერ ქმნიან მოლოდინებს და შემდეგ 2 თვის შემდეგ ამბობენ, რომ ნაადრევი იყო მათი გადაწყვეტილებები და მათი შეთანხმება. იმ მოკლე პერიოდმა, როცა ეს მოვლენები განვითარდა, თავისთავად განაპირობა ასეთი რამ, მაგრამ იმ ნაჩქარეობამ შეიძლება, რომელიც აი ამ საერთო განწყობამ შექმნა, რომ მეტისკენ და მეტისკენ, მეტი შედეგისკენ ვიაროთ,
შეიძლება გამოიწვია ის, რომ ბევრი საკითხი ან რაღაცა რაოდენობა საკითხების, რომელთა მიმართაც შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება ყოფილიყო, დარჩა ყურადღების მიღმა და შემდეგ სერიოზული განხილვისას გადმოვიდა წინა პლანზე და ახლა რომ მოხდა კიდევ უკეთესია, იმიტომ რომ რაღაცა ზედაპირული შეთანხმებების შემდეგ მუშაობაში შესვლისას ეს რო გამოვლენილიყო, კიდევ უარესი იქნებოდა. კარგით, რა ასეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც ეს მოლოდინები ჰქონდა თქვენს მიმართ, ვინც თქვენზე ამყარებდა იმედს. როგორ ფიქრობთ, რა განწყობა აქვთ ახლა მათ და თუ ეს სიტუაცია არ შეიცვალა, საერთოდ წავლენ ისინი არჩევნებზე? ანუ ხომ არ გააღვივეთ ის ნიჰილიზმი, რომელიც ისედაც ის ადამიანები ხო ამ პოლიტიკური პარტიების ბედნიერებისთვის და მხოლოდ მათთვის ხო არ მიდიან არჩევნებზე. და იქამდე ჯერ კიდევ რომ გამოვერკვეთ სულ და რეალურად გაუსწოროთ თვალი იმ პრობლემას, რის წინაშე ვდგავარ და ეს არჩევნები რო არ იქნება სახუმარო არჩევნები და დაუნდობელი ბრძოლა რო იქნება, რომელშიც სხვათა შორის უცხო ქვეყნების ძალებით ჩაერთვებიან სერიოზულად, ალბათ ამას თვალის გასწორება უნდა და სერიოზული პასუხი ჭირდება. და რა რესურსი გაქვთ ბატონო კახა, აი მაგალითად თქვენ ეროვნულ ფორუმს წარმატების მოპოვების. იგივე ქართულმა მარშმა რა გაჩვენათ, საკმარისად ყავთ მხარდამჭერები? რისთვის საკმარისად? რომ თუნდაც არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოთ. არაბუნებრივია და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ არჩევნებზე პატარ-პატარა დაჯგუფებებით თუ ცალკე პარტიებით ოცნებას მით უმეტეს ერთ წლის მერე რომლის წარმოდგენაც არ გვაქვს რა არჩევნები იქნება თუ გაზაფხულზე იქნება და იმის გათვლას მხოლოდ რომ 5%-იან ბარიერისთვის ჭიდაობამ შეიძლება შეცვალოს რაღაცა პოლიტიკურ სიტუაციაში ქვეყანაში, ეს არის ჩვენთვის ნაკლებ სერიოზული დამოკიდებულება. ამიტომ ვცდილობთ რაღაცა მძლავრი, საერთო და შეთანხმებადი მოიძებნოს, რომელიც მთლიანად თავს მოუყრის ყველაფერს, რაც ოპოზიციურია დაგროვილი საზოგადოებაში. თუ ეს შესაძლებელია. ანუ ისევ ვფიქრობთ გაერთიანებაზე, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ან ძალებთან? ბუნებრივია, ეს არჩევნები და ეს პროცესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს იქნება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, იმდენი რაღაცა არის ჩართული უკვე ამ პროცესში. ამ ამოცანის სიმძიმის გაცნობიერება წვრილმა რაღაცეებზე დავას და კინკლაობას მე მგონი უკანა პლანზე უნდა წევდეს. თუ არა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რჩება მაშინ ცალ-ცალკე ან ორ-ორ ან სამ-სამ ბლოკად და ვისაც გაუხარდება გაერთიანდეს იმ ბლოკში და ვიმუშაოთ იმ ბლოკთან ერთად და ასე შემდეგ, მაგრამ ჭიდაობად 5-10%-იანი ბარიერისთვის, რაც ნიშნავს თანამონაწილეობას, გინდა სინგაპურიზაციის პროცესში და გნებავთ დამოუკიდებლობის დაკარგვის პროცესში. ანუ უშვებთ იმას, რომ შეიძლება რაღაც კონფიგურაციის შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში? ბუნებრივია, ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ, თუმცა გვესმის ისიც, რომ პოლიტიკური პარტიისთვის, მისი რეალური არსებობისათვის, სუბიექტად არსებობისათვის არჩევნების გამოტოვება, მით უმეტეს ზედიზედ მონაწილეობის არ მიღება, ეს შეიძლება დამანგრეველი იყოს. მაგრამ პოლიტიკური პარტიები მარტო საარჩევნო მანქანად და ინსტრუმენტად არ იქმნება. რაღაცა კრედოს და პრინციპების ირგვლივ იქმნება. თუ იმას უნდა უღალატო, მაშინ ჯობია დამარცხდე. და თუ შესაძლებელია და შესაძლებელია თანხვედრაში იყოს პრინციპიც და მექანიზმიც, აი მაშინ აქვს და მაშინ არის ნამდვილი არჩევნები და მაშინ არის ხომ არ ჯობია რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში თუნდაც იმისთვის რომ ოპოზიციური ელექტორატის ის ნაწილი ვინც თქვენ გიჭერთ მხარს არ იჯდეს სახლში და სამზარეულოში როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ. აი როცა იქნება არის ხმენ სამზარეულოებში და წავიდნენ და თავიანთი ნება დააფიქსირონ. როცა იქნება საპარლამენტო არჩევნები მაშინ ვლაპარაკოთ, მანამდე ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ეს საპარლამენტო არჩევნები რამისთვის ვარგოდეს და წინასწარ მოვაპოვებინოთ საზოგადოებას გამარჯვება იმისათვის, რომ არჩევნებმა დაადასტუროს ეს გამარჯვება და არ იქცეს კვლავ თავპირის მტრევის, ან ვიღაცების სისხლიანი ჩარევის, ან მორიგი ფრუსტრაციის საფუძვლად. და ეს უნდა კეთდებოდეს ეხლა და ამას ჭირდება ჩართვა მაქსიმალურად ყველა იმ ადამიანის და ჯგუფის, ვისაც მეტნაკლებად გაცნობიერებული აქვს ეს სირთულე თორე დამოუკიდებლად და ცალ-ცალკე. კი ბატონო, ყველა თავის გადაწყვეტილებას მიიღებს და რასაც შეძლებს გააკეთებს და გაუმარჯოს მიშიკოს მაშინ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. კახა შარტავა იყო ჩვენი სტუმარი რეკლამის დროა გადაცემაში. რეკლამის შემდეგ გიორგი ვოლსკისთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერით. გიორგი ვოლსკია ჩვენი სტუმარი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. საღამოში.
ექვსიანის დაშლა და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე დაემთხვა მესორი მოვლენა დროში ერთმანეთს. გუშინ მოხდა ორივე. თქვენი აზრით რომელია უფრო საყურადღებო და რომელი მოახდენს უფრო მეტ ზეგავლენას პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში? ალბათ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო სერიოზული თემაა და გაცილებით მეტი მithქმა და სერიოზული შედეგები და გაგრძელებები ექნება მის აქტივობას. ვიდრე თქვათ ექვსიანის დაშლა არ ბოშლის თუ როგორც არის საკითხს. როგორ ხსნით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გახდა ცხადი საზოგადოებისთვის, ხვალ კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება? აქ შეიძლება მხოლოდ ვილაპარაკოთ ჩვენ გარკვეულ პროგნოზებზე, მოსაზრებებზე, რომელიც მრავლად იყო ქართულ მედიაში. და გარკვეულად შევაჯამოთ, თქვათ, რა ვარიანტები არის დადებული. ის რომ რატომ მიიღო მან თქვენი აზრით დაიახლა გადაწყვეტილება? ივანიშვილს ამბიცია ჰქონდეს, თქვათ, პოლიტიკაში მოსვლის, რამოდენიმე ფაქტორი არსებობს ამისი. უპირველეს ყოვლისა ის რომ გამორიცხული არ არის და რეალურია რომ მას სურვილი ჰქონდეს და ინტერესი თავისი ლობი ყავდეს პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში და გაატაროს გარკვეული ინტერესები, რომელიც მისი აზრით საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ კარგი ავტორიტეტი აქვს ქართულ საზოგადოებაში და თავისუფლად შესაძლებელია რომ გაუჩნდეს ამბიცია შემყურე იმ სავალალო მდგომარეობისა, რაც ჩვენ შიდა და გარე პოლიტიკაში გვაქვს, რომ მას უკეთესად შეუძლია ბევრი საკითხის გადაწყვეტა. არც ის არის გამორიცხული, რომ მისი გადაწყვეტილებას ყურადღება მიაქციოს პოლიტიკურ სოფლიო გეოპოლიტიკურ ავანსინაზე მყოფმა ქვეყნებმა, როგორც არის რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და თუნდაც ევროკავშირი. გამორიცხული კი არა რეალობაა. იმის საუბარი, თქვათ, სახელმწიფო მხრიდან, რომ ეს არის რუსეთის კაცი და რუსეთის პროექტი. ვფიქრობ, პოლიტიკურად წამგებიანია და მათი სტრატეგიის დამგეგმავი რომ ვიყო, ურჩევდი რომ ამ თემაზე მთავარი აქცენტის გაკეთება არ იქნება სწორი, უბრალოდ აქცენტი უნდა გაკეთდეს, რამდენად სწორია მართებულია მისი პროგრამა და რა უნდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას რუსული საფრთხე აშინებს უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ეს საფრთხე უფერულდება იმ იმედით, რომ თქვათ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ნაირი პიროვნება მოვიდეს და ეს საფრთხეები თავიდან ააცილოს. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ასეთი პიარით შეეცდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ძალიან დიდი ბოდიში ბატონო გიორგი რომ გაწყვეტინებთ, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ასევე პიარი, მართალია არასახელისუფლებო ფრთიდან, მაგრამ მაინც რომ ბიძინა ივანიშვილი პირიქით ხელისუფლებაზე მუშაობს. გაისმა მაგალითად ახალი მემარჯვენეების კომენტარები, რომლებიც იგივე ვერსიაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა ვნახოთ, რომ ეს არის რუსული სცენარის გამეორება და ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გაიმეორებენ იგივე სცენარს, რაც რუსეთშია პუტინ-მედვედევის სახით. და მემარჯვენეებს შეუშლიან ხელს, რომ თქვათ პოლიტიკურ ბემაში ან პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ იმ რაოდენობით, რომლის მე ვერ განვავრცობ მათ აზრს სამწუხაროდ, თუმცა მე იმიტომ არ ალბათ მოწვეული, რომ ესეთი აქცენტი არის, რასაკვირველია, ეჭვები ჩდება უამრავი, მაგრამ რამოდენიმე გამოვყავით, ეხლა ვისაუბრეთ და მოდით აი თუ გინებავთ ამ თემაზეც გავაგზავნოთ, თქვათ და არის სახელმწიფო პროექტი, რომ ბიძინა ივანიშვილი თქვათ გიაჭანტურიასნაირად აიყოლიებს ხალხს გარკვეულ ხმების რაოდენობას წაართმევს რეალურ ოპოზიციას, როგორც თავის თავს ბევრი ეძახის და შემდეგ დადგება ის დრო, რეალობის დანახვის დრო, რომ თურმე პარლამენტში არის ბიძინა ივანიშვილის ხალხი უფრო მეტი და ტაშს უკრავენ ისევე როგორც თქვათ დემოკრატიული პარტია გიორგი თოდლაძის მეთაურობით. ეს ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა როდესაც არგუმენტებიც თქვა. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდება ესეთი ურთიერთობების დამყარება და მისთვის ეს არანაირად არც ბიზნესმენისთვის და არც უბრალოდ პიროვნებისთვის, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი იცხოვრა ამ ქვეყანაზე და მოაგროვა ავტორიტეტი, ეს არ იქნება მისთვის კარგი. მხოლოდ ამიტომ.
რაც შეეხება იმ სამ ვარიანტს, რომელიც გითხარით, მე ყურადღებას გავამახვილებდი იმ დასავლეთის შესაძლო დაინტერესებაზე. თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზული კრიტიკა გაისმა დასავლეთის მხრიდან საქართველოში არსებული სიტუაციასთან დაკავშირებით, იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნებული ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. 26 მაისის მოვლენები ფაქტიურად უფრო მეტად მე არ ვიცი ახლა კონსპირაცია ამაში იყო თუ არ იყო, მე საერთოდ ამ შეთქმულებების თეორიის მომხრე ვარ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ხო, ნუ იცით რა, ეგ უნდა გჯეროდეს თუ რაღაცის ანალიზს აკეთებ და პრეტენზია გაქვს, რომ ანუ მე მაქვს ესეთი პრეტენზია და ბევრს. და სწორ ანალიზს აკეთებენ სხვათა შორის რაც შეეხება შედეგებით უნდა ვემჯეროთ ამ მოვლენების შედეგები ესეთი იყო რომ საშუალება მოიხედავ თქვა ხელისუფლებამ დასავლეთისკენ და უთხრა რომ ეს არის ოპოზიცია რომელიც მეპირისპირდება ის ოპოზიცია რომელიც თქვა სარკოზის ჩამოსვლის დროს აპირებს რაღაცა აქციის გამართვას ის ოპოზიცია რომელიც 7 ნოემბერს აპირებს და ფაქტიურად სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით რასაც შეიძლება ცოტა ხალხი დაესწროს ეს ყველაფერი არის დისკრედიტაცია შედეგი ოპოზიციისა და საერთოდ ხალხში ნიჰილიზმის გაჩენის წინაპირობა. რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, თუ კი ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად იმუშავებს ამ საკითხზე, არის ის რუსული პროექტი თუ არ არის? ეს გამოჩნდება შემდეგ დასავლეთი ყოველთვის პრაგმატულად მუშაობს იმასთან, ვისაც ხალხი უჭერს მხარს. და რუსული ფაქტორის გამოყენება ბიძინა ივანიშვილისათვის თუნდაც ღიად მე დარწმუნებული ვარ რომ ხვალ იგი ისაუბრებს მის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაზე რაც რეალობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება შეადგენდეს მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დონის ხალხი ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით თქვათ და თავის კონკრეტული ფიქრებით ამას არ მედის ამ გადაწყვეტილებამდე ასე რომ თუ გადაწყვეტილება გადაწყვიტა მაგრამ რომ მიიღო ესეთი ნაბეჯი გადაედგა ალბათ სერიოზულ წრეებში ქონდა კონსულტაციები თუ ეს კონსულტაციები ჩატარდა რუსეთთან მაგალითად ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს გაუჩნდება განცდა რომ ეს სწორედ ის კაცია რომელსაც შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება თუ ესეთი განცდა გაჩნდა დიდ რაოდენობაში ხალხის დასავლეთი აბსოლუტურად პრაგმატული მოსაზრებებიდან დაფიქრდება რომ ხომ არ მიიღოს მონაწილეობა და ხომ არ აიყვანოს კონტროლის ქვეშ თუნდაც ბიძინა ივანაშვილი. სხვა ქვეყნებშიც ესე ხდება. როდესაც მოდის ავანსცენაზე წინ გამოდის პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტიკური ლიდერი, ცდილობენ რომ მასთან ურთიერთობები კი არ გააფუჭონ, არამედ მოაგვარონ და მოაწესრიგონ. გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის ფიგურიდან, გამომდინარე იმ მხარდაჭერიდან, რომელიც პოტენციურად მას შეუძლია მიიღოს როგორც დასავლეთიდან, ასევე რუსეთიდან. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი კონკურენტი, თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე? ნუ ეს პროცედურა რა ამბიცია შეიძლება მას თქვენი აზრით ჰქონდეს ამ თვალსაზრისით? იცით რა, საერთოდ მე რომ ვიყო თქვათ არაქართველი და ნორვეგიიდან ან შორეული ავსტრალიიდან უყურებდი ამ მოვლენებს, მე ვურჩევდი ქართულ საზოგადოებას, რომ ყოველთვის აერჩიოს ხელისუფლებასთან ერთად ისეთი ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ხელისუფლება. და არ ექნება ამბიცია, რომ გადაწყვიტოს ყველაფერი ისე, როგორც თვითონ მოესურვება მშვენიერ დღეს, ან დილას გაიღვიძებს და გადაწყვიტოს და არ ეყოლება კონკურენტი. მე ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია სწორედ ეს ბალანსი, რომელსაც თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას სერიოზულად მოგვიწოდებდა. და ეს მოწოდება არ არის ლიტონის სიტყვა, ეს არის გადაცემის მერე მოგცემთ ამ მონაწერს მისი გამოსვლიდან და ვფიქრობ ბევრ დასკვნას გავაკეთებთ თუ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ამერიკულ მესიჯებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი კოზირი დღეს? მე მინდა უბრალოდ გავიხსენო ის, რომ ამ ადამიანს პირადად ძალიან ცოტა იცნობს, ის არ ჩანს ეკრანებზე, ის არ იძლევა ინტერვიუებს. აი ეს, ასე ვთქვათ, დაფარული იმიჯი მისთვის კოზირია თუ არა?
ეცეთ რა, დაფარული იმიჯი მისთვის აუცილებლად კოზირია. მაგრამ რომ გამოჩნდება ეს კოზირი შენარჩუნდება? თუ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ეს არ გამოჩნდეს? იქნებ გამოჩნდეს და ჩვენ თქვათ რომ ეს რა სუსტი პოლიტიკოსი ყოფილა, თუმცა ძლიერი ბიზნესმენია. მისი კოზირები არის აუცილებლად დიდი ფული, რომელიც მას გააჩნია და ამ დრომდე იყენებს სწორედ და ძალიან ხშირ შემთხვევაში საქართველოს სასიკეთოდ და საზოგადოების დიდი ნაწილის სასიკეთოდ. მას თავდაბლობა გააჩნია, როგორც ჩანს და არა აქვს ამბიციები, რომ თქვათ იყოს სულ მიკროფონთან და აი ეს იმიჯი გააჩნია იმისი, რომ ეს პიროვნება, რომელსაც რეალურად შეუძლია რუსეთთან ილაპარაკოს, რომელიც დღემდე სერიოზული საფრთხე და საქართველოს ძალიან საშიში პოლიტიკური და სამხედრო მოწინააღმდეგეა დღემდე, იმიტომ რომ ახლა ჩვენ კი ვამბობთ თბილისიდან 40 კილომეტრშია, მაგრამ 9 კილომეტრშია საკომუნიკაციო და სატრანსპორტო და სატრანზიტო გზებიდან, რომელიც დასავლეთს უაღრესად აინტერესებს კასპიის ენერგორესურსების გადაზიდვისათვის ევროპაში და საერთოდ დივერსიფიკაციისათვის ამ სატრანზიტო გზების. ასე რომ და დასავლეთთან მისი შესაძლო ურთიერთობის ხედვა, რომ ეს ის კაცია, რომელსაც შეუძლია მიიზიდოს და კარგად, სწორად წარმართოს მუშაობა დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან. ასე რომ იმიჯები საკმაოდ სერიოზული კოზირები გააჩნია. ანუ გიორგი, ხომ არ შეგვიძლია სახელოში არ კონდეს. ერთ-ერთ კოზირად ჩავთვალოთ ახალგაზრდობის მოსალოდნელი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან დღევანდელი ოპოზიციაც ამბობს ამას, რომ ახალგაზრდობა არის ძალიან პასიური, ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ახალგაზრდობასთან, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებოდა, ძალიან პოპულარული გახდა მისი ვაჟიშვილი ბერა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს. არის თუ არა ვაჟიშვილი მუსიკოსი, რომელსაც მხარს უჭერს ახალგაზრდობა, მისი ერთ-ერთი კოზირი, როგორ ფიქრობთ? ეს არის სერიოზული ფაქტორი. და როგორ ფიქრობთ, წინასწარ დაგეგმილი იყო ჯერ ბერას გამოჩენა ასპარეზზე და შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილის გადასვლა პოლიტიკურ ასპარეზზე? თუ ეს უბრალოდ დამთხოვაა? დამთხოვა არ ამგონია ამ დაგეგმაში მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია იმედს. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის დამთხოვა და არა შეგნებული? ეს არის დამთხოვა, ის მართლაც საინტერესო პიროვნებაა. ასე თუ ისე კარგი მუსიკოსია, ყოველ შემთხვევაში ქართულ მუსიკალურ საზოგადოებაში გამოირჩევა რაღაც ორიგინალობით. და ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო ბერა წინასწარ გამოჩენილი, რაღაც პერიოდში მაინც გამოჩნდებოდა და თუ რაღაც არ ქონდა ხარდაჭერა მოპოვებული, ამას ადვილად დააბალანსებდა ორ დღეში. საერთოდ ბიძინა ივანიშვილის სერიოზული კოზირი არის კიდევ ერთი, რომ მას იმ რესურსებით, რაც გააჩნია, შეუძლია ძალიან მოკლე დროში ჩაატაროს ბლიც წინასაარჩევნო კომპანია და იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მოახერხებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ამ შემთხვევაში ექნება მას წარმატების შანსი. იმ შემთხვევაშიც კი. და რა არის მისი მთავარი სისუსტე თქვენი აზრით? მთავარი სისუსტე, ახლა როცა ვლაპარაკობთ კოზირებზე, შეგვიძლია მის გამოუჩენლად ვილაპარაკოთ კოზირებზე. სისუსტე ალბათ გამოჩნდება მაშინ, როდესაც დაიწყებს სისუსტის თუ სიძლიერის ნიშნები გამოჩნდება მაშინ, როდესაც დაიწყებს გუნდის შეკრებას და განცხადებების გაკეთებას, როგორც ეს პოლიტიკოს ახასიათებს. რამდენიმე ვერსია გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის პარტიაში მოსალოდნელ შემადგენლობასთან დაკავშირებით. ერთი ვარიანტი ეს არის ლევან გაჩეჩელაძე და კოკა გუნცაძე, ოთარ მეღვინე თუხუცესი, რობერტ სტურვა, კეთი დოლიძე სახელდებიან, თუმცა ამ უკანასკნელმა უარყო. როგორ ფიქრობთ, რეალურია მართლაც რომ ეს პიროვნებები აღმოჩნდნენ პარტიაში, თუ ეს თქვენი აზრით უბრალოდ არის ჭორები, რომელსაც საფუძველი არ აქვს? ამ პიროვნებებმა თავისი თავი საერთოდ როგორც პარტიაში მოღვაწე და როგორც საჭირო ადამიანები ამ კომპანიისათვის კრიტიკულად უნდა შეაფასონ. მეღვინე თუხუცესი ჩვენ გვიყვარს. მისი ოჯახი გვიყვარს, სერიოზულად. მე მიყვარს კარგი თბილისელი ბიჭები, თქვათ კოკა და ლევანს ნაკლებად ვიცნობ.
მაგრამ როგორც კი პოლიტიკაში მოდიან, ხშირ შემთხვევაში რაღაც ეს თავის დადებით მომენტებს კარგავენ. ამიტომ არ ამგონია ივანაშვილმა, მე მგონი ივანაშვილმა მაინც ვიდრე ივანიშვილი, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც ხელშეუშლის ან მისი პოლიტიკური პარტიის იმიჯს დააზიანებს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ის არ დაუშვებს სერიოზულ შეცდომას? მე ვფიქრობ, თუ აქვს იმის რესურსი, რომ მიუხედავად დაშვებული შეცდომისა გამოასწოროს. შეცდომებს უშვებს ყველას. ეს შეცდომები უამრავი დაუშვება პატარ კაციშვილმა. შეცდომებს უშვებს შეცდომას, რომელიც შედეგზე იმოქმედებს, აი ეს არის. ყველა ნებისმიერი შეცდომა მოქმედებს შედეგზე. და ჩვენი საუბრის ბოლოს რაც შეეხება 6-იანს, ბატონო გიორგი, თქვენი აზრით შეიძლება თუ არა მართლაც რომ ამ ერთიანობის დაშლაზე პასუხისგებლობა დაეკისროს მხოლოდ ორ პარტიას? იცით რა, ერთიანობა როგორც ასეთი ფორმირებული არ ყოფილა, კონტურები მისი აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო. მე თითქმის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ, რომელიც მათ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ქონდათ, რჩევები უამრავი მოისმინეს, მაგრამ ვერცერთი რჩევა შესრულებული ვერ ვნახე. ეგ ერთი. მეორეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან სუსტი და არასწორი განცხადება იყო, რაც ამ 4 პარტიამ გააკეთა და გამოჩნდა ის სისუსტე, რაც 6-იანში შეიძლება მომავალში პრობლემატური გამხდარება. როგორ შეიძლება განცხადება გააკეთო იმ კოალიციის დაშლის ცუდ ფაქტორებზე, რომელიც ჯერ არ არსებობს. მეორეცეთი ჩვენ ურჩიეთ და არა მარტო მე და ბევრი სხვამა მე კიდევ მქონდა საუბარი თითქმის ყველასთან, რომ არავითარი კოალიციური შეთანხმებაზე ლაპარაკი დღეს არ უნდა იყოს. არის საკითხების ნუსხა, რომელიც ეხება არჩევნებს, ახალს უსმენდი ჩემს წინ გამოსვლაში, რომ ეს არ არის მარტო საარჩევნო თემა, ერთი საარჩევნო ბუნდოვანი თემაა. ეს არის სასამართლო, ეს არის მედია, ეს არის თუნდაც ის საკითხები, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა და ის ორი პარტია გადაიბირა. აბსოლუტურად საჭირო არ არის იმ ორი პარტიის ლანძღვაგინება, იმიტომ რომ მათ თავის პოლიტიკური სტრატეგია გააჩნია. ასე რომ სტრატეგიულადაც ჩამოუყალიბებელი და არასწორი მიმართულებით მიდიოდა 6-იანი და ვერანაირი დიდ ტრაგედიას. ანუ ლოგიკური იყო და ლოგიკური იყო, რასაკვირველია ლოგიკური იყო, ფიქრობ ალასანიასაც და ფორუმსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს რომ განავითარონ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადღაც ეს 6 პარტია ექნება აი სწორედ ეს 6 და კიდევ ვიღაცები დამატებული, რომელიც მრგვალმაკეტასთან ნებისმიერ დროს უნდა იკრიბებოდნენ, თუ კი საკითხი ეხება ისეთ განსაკუთრებულ თემას, როგორც არის საარჩევნო გარემო. და არ არსებობს ვარიანტი, რომ 5-6 ძირეული საკითხის მიმართ, რაც საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს რეალურად, სოფლის მეურნეობა იქნება, ეკონომიკა, ფინანსები და თუნდაც აი ესეთი რაღაც ნიუანსები, თუნდაც გადასახადების საკითხი, რომ ამათმა საერთო პლატფორმა ვერ შექმნა. საერთო პლატფორმებში არის გამოსავალი და არა კოალიციებში და არა რაღაც შეთანხმებებში და სტრუქტურების შექმნაში, რომელსაც უნდა იმუშაოს შემდგომ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი ვოლსკი იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.